ადამიანი რო აღსარებას მეუბნება, იქ მეუბნება ოჯახის პრობლემასაც, მეუბნება თავის პრობლემასაც, მეუბნება სახელმწიფოსთან პრობლემასაც, მეუბნება იმას, რომ შვილი დაუჭირეს უსამართლოდ, მეუბნება 1000 რაღაცას, ხო? ეს ცხოვრებაა. ქრისტიანობა არის ცხოვრება, აი დღევანდელი სახარებაში მაცხოვარი რო გვეუბნება, რომ გიყვარდეს მოყვასი, გიყვარდეს მტერი, დალოცე მაწყევარი, ხო? აი ეს ყველაფერი ურთიერთობებია. ადამიანებთან და აი ამ ეს ურთიერთობები რო ირღვევა და ამას არ ღვევს ის ვინც ამ ურთიერთობებს უნდა იცავდეს ეს არის სახელმწიფო როცა ამას არ ღვევს როგორ შეიძლება მე ჩუმად ვიყო როგორ შეიძლება ეს იყოს პოლიტიკა როგორ შეიძლება აი მაგალითად ხორციელი შვილი რომ მყავდეს და მიცემონ ქუჩაში და მითხრან რომ შენ მღვდელი ხარ და ნუ ჩაერევი პოლიტიკაში ის პოლიციამ როცა ხოსე გიჟია და იგივე ხა თუ ხორციელშვილის დაცვა შემიძლია სულიერის რამდენად უფრო შემიძლია ხო იმიტომ რომ ესენი ჩემი შვილები არიან იქ ბევრი ჩემი ამხსარებელია ძალიან მიყვარს და მით უმეტეს როცა ერს ჩემი ხმა მცირედით ესმის ეს მე ყველაზე მეტად მახარებს და როგორ შეიძლება არ უთხრა რომ ეს სწორია ეს არასწორია